რა არის სტანაგი? სანამ მოცემული სიტყვას განმარტავ, ხო გამოიწერე ჩემი გვერდი და დამილაიქე. სტანაგი ეს არის ნატოს მიერ აღიარებული შეთანხმება, სტანდარტიზებული შეთანხმება, ვინ გადის ამას და რას მოიცავს. სტანაგი მოიცავს სულ 5 დონეს და მას გადის ყველა ის სამხედრო პირი, რომელსაც სურს აიმაღლოს კვალიფიკაცია, ან წავიდეს საზღვარგარეთ, მიიღოს განათლება, ასევე მონაწილეობს სხვადასხვა ტიპის სამხედრო შეხვედრებში, როგორც საქართველოში, ეს იქნება ბრძოლები სამხედრო მიმართულებით, თუ ეს იქნება საერთაშორისო დონის სხვადასხვა შეხვედრები, კონფერენციები. ასევე მთხოვეს, რომ განმემარტა ვისთან შეიძლება სტანაგის გავლა, როგორი პედაგოგია შეუძლოთ ამის გასავლელად. მოდი ახლა განმარტოთ. სტანაგის გავლა შეგიძლია ნებისმიერ კერძო ან საჯარო სკოლის მასწავლებელთან, ასევე სამხედრო მასწავლებელთან, თქვენ იცით, რომ ოფიციალურად არსებობს მასწავლებელი, რომლებიც სამხედრო პირებს ასწავლიან. რატომ ეხლა ასევე შეგიძლიათ რომ გაიაროთ მოცემული პროგრამა ლექტორებთან, რეპეტიტორებთან. რა უნდა აღმოაჩინოთ მოცემული პირები, რაც ჩამოთვალე. აუცილებლად უნდა გქონდეთ ჩაბარებული სასერტიფიკაციო გამოცდა. ამასაც დავაკონკრეტებ რატომ. კარგი იქნება თუ გავლილი იქნება სხვადასხვა ტრენინგები, როგორ გასწავლოს შენ, ანუ სწავლების მიმართ მიდგომები თუ ეცოდინება კარგად. მოდი ახლა დავსვამ კითხვას და რომელსაც მივსვამ, რატომ უნდა გქონდეს მასწავლებელს, რომელსაც შენ უნდა გაგატაროს სტანაგის სასერტიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული. მასწავლებელი, რომელიც აბარებს სასერტიფიკაციო გამოცდას, გადის 4-ვე დონის, ანუ აბარებს 4-ვე დონის ზღვარზე მეტ უნდა ჩაბაროს. მაგალითად, აბარებს სასაუბრო ინგლისურს, მოსასმენს, წერას, კითხვას. საუბარს ხო, წერას, კითხვა, საუბარი. რას მოითხოვს სტანაგის 5-ვე დონის გავლა, ანუ პირველი, მეორე, მესამე, მეხუთე უნდა ეტაპობრივად მიმდინარეობს. თითოეული დონე მიზანმიმართულია იმისკენ, რომ მოსწავლე ჭალებში უნდა გაიაროს 4-ვე დონე. შესაბამისად, მასწავლებელი, რომელიც არის გამოცდილი, რომელიც ასწავლის მოსწავლეებს, ყავს აბიტურიენტები და სხვადასხვა ტიპის ადამიანები, რომლებიც დაინტერესებული არიან ენის შესწავლით, მას აქვს უნარი, რომ შემოგამზადოს ჩვეულებრივ სტანაგში, ანუ ჩაგაბარებინოს სტანაგის გამოცდები და მიაღწიოს წარმატებას, ანუ რა სფეროს სიმართლედაც გჭირდება შენ ეს. იმედია ავხსენი ისე როგორც საჭიროა, პირადად მე ამ მიმართულებით არ მაქვს გამოცდილება, უბრალოდ შემომივიდა მესიჯი, რომ გამიმარტე რა შეშასწავლო და ვისთან შეიძლება რომ გავიაროთ მოცემული პროგრამა და რას გირჩევთ, ზოგადად რა ინფორმაციაც გქონდა, ჩემს ხელსაწყოთი ინფორმაცია თქვენ მოგაწოდეთ უკვე. დანარჩენი თქვენ გააზიარეთ, ვისაც ეს ინფორმაცია გამოადგება სამომავლოდ, გააზიარეთ, რომ ძალიან ბევრმა ნახოს და გაიგოს რა არის სტანაგი და როგორი მასწავლებელია საჭირო იმისთვის, რომ მოცემული სტანაგის დონეები გაიაროთ.